ლუგარის ლაბორატორიაში ადასტურებენ, რომ 13 ადამიანი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. რა მეთოდები ტარდება კვლევები, როგორ ადგენენ ლაბორატორიაში რა ჯგუფს მიეკუთვნება ვირუსი, როგორ ხდება ყველა სინჯის და ნიმუშის შემოწმება და ვირუსული ტენდენციების შესწავლა. თამთა დოლენჯაშვილი გვეტყვის, რომელიც დღეს ლუგარის ლაბორატორიაში იმყოფებოდა. გისმენთ თამთა. დიახ, გადამდები ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში ხორციელდება საქართველოს მასშტაბით და ეს არის ერთადერთი ცენტრი, საიდანაც შედის სინჯები როგორც თბილისიდან, ქუთაისიდან, ასევე ზუგდიდიდან და ბათუმიდან. დიაგნოსტიკისათვის, იმისათვის რომ გამოვლინდეს კონკრეტული ვირუსი, საშუალოდ 24 საათი არის საჭირო და 4 ვირუსოლოგი ამ კვლევებს 24 საათის განმავლობაში აწარმოებს ლუგარის ლაბორატორიაში, სადაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით და გადავიღეთ ის პროცედურები თუ რა პროცედურებს გადის გარკვეული სინჯები სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის შემდეგ. ზოგადად ბოლო 1 თვის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიამ შეისწავლა 600-ზე მეტი სინჯი, სადაც 256 შემთხვევაში H1N1-ის დადებითი შემთხვევა დადგა, როგორც იცით, ფატალურად H1N1 13 შემთხვევაში მოხდა. ლუგარის საზოგადოური ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, ესე ქვია ჩვენ ცენტრს და ძირითადად ჩვენ ვემსახურებით ეპიცენტრ მხედველობის ლაბორატორიული ხარდაჭერის ნაწილს. რეალურად ყველა საეჭვო შემთხვევა ინფექციურ აგენტებზე აქ ძირითადად საუბარი. შემოდის ნიმუშები ჰოსპიტალებიდან და სხვადასხვა კლინიკებიდან, როდესაც არის საეჭვო შემთხვევები და ჩვენთან ხდება შემდგომი დიაგნოსტიკა. და ეს უკვე დიაგნოსტიკა დამოკიდებულია დაკვეთის ფორმაზე და პათოგენზე. ახლა რაც შეეხება გრიპთან დაკავშირებით, შემოდის ხალხის ნაცხი ჩვენთან ყოველდღიურად. შემდეგ ის გადაეცემა გრიპის ლაბორატორიას და შესაბამისად კეთდება ტესტირება. პირველ ეტაპზე ვაკეთებთ ჯგუფის დადგენას, რომელი ტიპის ჯგუფს მიეკუთვნება ეს ვირუსი, A ტიპის ვირუსია თუ B და შემდეგ ვაკეთებთ ტიპირებას. კვლევები ტარდება თანამედროვე მეთოდი, ეს გახლავთ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში. რეაქციას დაახლოებით სჭირდება 2 საათი, თუმცა მანამდე ხდება ნიმუშების მომზადება, ანუ გრიპის ვირუსის გენომის ექსტრაქცია ხდება და ეს მოითხოვს გარკვეულ დროს და ამიტომ პასუხის გაცემა რამდენიმე საათში შეუძლებელია, ამას ხანდახან 24 საათიც სჭირდება. ლუგარის ლაბორატორიის გარშემო გავრცელებულ ეგრეთ წოდებულ ახალ ამბებს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ასევე პაატა იმნაძეც. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ასევე ლუგარის ლაბორატორიას მიუძღვნა დოკუმენტური გამოძიება BBC-მაც. BBC ჟურნალისტი ჩამოსული იყო თბილისში, მოსკოვში და მან პირადი ხედვები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გააცნო საზოგადოებას. ბოლო 1 თვის განმავლობაში კი ამ პერიოდში, მაშინ როდესაც საქართველოში აღმოჩნდა H1N1-ის შემთხვევები რუსულ მედია საშუალებებში, ასევე სოციალურ მედიაში ვრცელდება ფეიქ ნიუსები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით და ჯანდაცვის მინისტრმა ეს ფაქტი ჰიბრიდული ომის ნაწილთან დააკავშირა. ბოლო თვეებში გაძლიერდა ეს კამპანია ლუგარის ლაბორატორიისადმი. BBC-მ შესანიშნავი გამოძიება ჩაატარა. ალბათ 1 თვის წინ იყო ხომ აქ საერთაშორისო შემფასებელი მისია, რომელმაც ძალიან დეტალურად დაადასტურა ეს ყველაფერი, რომ აქ უსაფრთხოა და არაფერი არ ხდება. მე პირადად გამიჭირდება, რომ გითხრათ, რომ რა არის დაზუსტებული მიზეზი იმ ნარატივის, რომელიც მოდის რუსეთის მხრიდან. მართლა გამიჭირდება ამის თქვა, მაგრამ ის, ვინც იგივე სინქრონში და იგივე ნოტებს იღებს საინფორმაციო ველში, ვისი ინტერესი არის, გასაგები არის ცალსახად. თქვენ რაღაც ნაწილებში ჩვენ არ შეგიშვით, ხო და არ გადაგაღებინეთ. მათ ჰქონდათ უფლება, რომ ენახათ ყველაფერი, შესულიყვნენ ყველა ოთახში, ყველა დოკუმენტი ენახათ და საბოლოოდ დაიდო დასკვნა, რომელიც შემდეგ მოხდა განხილვა გაეროს შტაბ-ბინაში ჟენევაში, რომ ჩვენ აქ მთელი ჩვენი საქმიანობა არის მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, ასე ვთქვათ, სასარგებლო საქმიანობა, დიაგნოსტიკა იმ ვთქვათ ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებისა, რაც შეიძლება იყოს ჩვენ ქვეყანაში და რომ ყველაფერს ვიცავთ, ყველანაირად დაცულები ვართ და აქედან გამორიცხულია რაიმე საფრთხე ვთქვათ შეექმნას არათუ ვთქვათ ჩვენ თანამშრომლებს, პირველ რიგში შეიძლება საფრთხე თანამშრომლებს შეექმნათ და რა თქმა უნდა თუ თანამშრომლებს არ ექმნებათ არაფერი საფრთხე, შესაბამისად არაფერი საფრთხე არ არის გარემოსთვისაც.
ლუგარის ლაბორატორია საქართველოში 2011 წელს გაიხსნა და ეს არის ერთადერთი ბაზა რეგიონში, სადაც ინფექციური გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა ხდება.